და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში ამერიკის სახელმწიფო მდივანი და საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის იუსტიციის სახლში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მანამდე საქართველოს პირველი პირის და ამერიკის პირველი დიპლომატის ურთიერთშეხვედრა, პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ის და რის შემდეგაც უკვე ისინი მედიისათვის გამართავენ და გააკეთებენ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. რაც შეეხება მანამდე ამერიკის 67-ე სახელმწიფო მდივანი ბათუმის იუსტიციის სახლს ესტუმრა და ყველა იმ ინოვაციას გაეცნო, რაც ამ წყებაშია დანერგილი. ამერიკის პირველ დიპლომატს იუსტიციის სახლში მოგზაურობა თავად საქართველოს პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გაუწიეს. And then partner with you, and we will support other countries to do the same reforms in there. So with that, we want to give you the passport or public service law. თბილისის იუსტიციის სახლში სანამ თქვენ ყავასვამთ, თქვენი პასპორტი დამზადდება. გარკვეული პერიოდის წინ იუსტიციის სახლთან გავიარე, პირადობის მოწმობა დამჭირდა და აქ შემოვედი. მოსაცდელში ქვითარი მომცეს სურათის გადასაღებად გამიშვეს და მკითხეს, თუ 7 წუთი გაქვთ, აქვე მოგართმევთ თუ არა და სადაც გნებავთ იქ მოგაწვდითო. და რაც მთავარია, ასეთი სერვისის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მათ ყურადღება არ მიუქცევიათ, რომ მე პრეზიდენტი ვარ. ის მომსახურება, რაც მე შემომთავაზეს, ყველასათვის ხელმისაწვდომია. თბილისის იუსტიციის სახლი იქნება ყველაზე დიდი სამთავრობო შენობა, რეზიდენციაზე დიდიც კი. ძალიან საინტერესოა ამ ყველაფრის დიზაინს ვინ აკეთებს. საქართველოში ხშირად ჩამოდიან დელეგაციები ყირგიზეთიდან, მოლდოვადან და ტუნისიდან. მედვედევმა უკვე ორჯერ აღნიშნა სატელევიზიო ინტერვიუში, მაგრამ ამის მიუხედავად ამბობს, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ამის გამო ის ჩვენი მოდელის რუსეთში გადაღებას ვერ მოახერხებს. თუმცა მეორე დღეს აღიარა, რომ იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილს ვერ ვიტან, მისი რეფორმები რუსეთშიც უნდა გადმოვიტანოთო. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, რადგან ერთ დღეს ისინი მოდიან საქართველოში მთავრობის დასამხობად, 5 წლის შემდეგ კი მისი წარმატების გაზიარებას ცდილობენ. ჩვენთან ელექტრონული სერვისიც არის. მოქალაქეებს სახლიდან შეუძლიათ მიიღონ მომსახურება. დოკუმენტების მიღება კი პოსტითაცაა შესაძლებელი. ჩვენ გვინდა რომ ეს პასპორტი გაგმოთ. რაჭკვიანურია ამის გაკეთება. რახან ეს პასპორტი გაქვს, უკვე შეგიძლიათ საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. იქით ბავშვებისთვის განკუთვნილი ადგილია. მე ის უკვე დავათვალიერე, მე არქიტექტორით აღფრთოვანებული ვარ. ეს სამთავრობო შენობები ძალიან ნათელია. ეს ჩვენი ჩანაფიქრი იყო, ჩვენ ასევე გვინდა ადამიანებისთვის დიდი სივრცე იყოს. ბულვარი ადრე 1 კილომეტრი იყო, ახლა ის 17-ზე მეტია. გვაქვს ძალიან ბევრი მემორიალი, ფანტანი, ბავშვებისთვის გასართობი ადგილები. ეს ყველაფერი კერძო სექტორის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ბულვარის ადგილზე მათ კაფეებისა და რესტორნების ჩათქმა სურდათ. მაგრამ ეს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება. ისინი, ვისაც რესტორანში და კაფეებში სიარულის საშუალება არ აქვთ, ბულვარში სეირნობენ და დროს ატარებენ. Did you say hello to the students that were waiting? I did, and also I said hello to all of the people working here too. So this is ეს ტურისტული სეზონის დასაწყისია? ადრე სეზონი ერთ თვეზე გრძელდებოდა, ახლა კი აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე ყველა სასტუმრო დაჯავშნულია. ეს შენობა გერმანელი არქიტექტორის დაგეგმილია, გვერდით კი იტალიელი არქიტექტორის ნამუშევარია. ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. ეს შენობები ძალიან კარგი იქნებოდა საერთაშორისო შეხვედრების გასამართად.